მოცრემლი არ შეგშრობია 9 თვე ადამიანებს. ჩამოიერეთ, აი ადამიანს ვერ ნახავთ რომ მაგაზით ყოლმე გადაყოლებული, გადაყოლილი იყო ყველაზე გაუგონარი ამბავია, როგორ შეიძლება ესეთი რაღაც. არაფერი არ დაუშავები ადამიანს. პაატაზე არ შეიძლება ვინმე რაღაცა აუგიქვა. დედასავით გადმიცით შეყოლა. კლავე და ფაქტობრივად გაწიულია ეგ. და გეუბნებით რომ ჩვენს გარდა ჩვენ მარტო არ ვართ, ჩვენს უკან უამრავი ადამიანი დგას და ერთი და იგივე სიტყვის ყველა აბსოლუტურად. ზუსტად 9 თვის წინ ნოდარ იგივე პაატა გოგიძე სპეცოპერაციით პოლიციამ ამ ადგილიდან აიყვანა. ვაკეში წყნეთის ქუჩაზე ის 20 წელი საქმიანობდა. ჰქონდა საკუთარი ხილბოსტნეულის მაღაზია. ეს ადამიანები კი ვინც მის ბედს ასე განიცდიან, მისი მომხმარებლები არიან, რომლებიც წლებია მას იცნობენ. უკმაყოფილო არავინ არ იყო და ბიჭებს სულ ყველას გაჭირებულ ქალბატონებს ყოველთვის ყველას ეხმარებოდა. მოდის ხალხი და ტირის ცრემლებს ღვრიან. ჩვენ იმედი გვაქვს რომ განთავისუფლდება პაატა. შეიძლება რაღაცა შეკერო, რაღაცა მოიგონო, ასეთი სისულელე? ჩემებურს მეძახდა ხო? მამა სამჩაბრო. მრავალშვილიანი ოჯახის ერთადერთი, რა ქვია, გამომკვებავი და მარჯენარი. ნუ არ ვიცი ეგეთი უსამართლობა არ არსებობს ქვეყანაში. აქ მუშაობს 20 წელი, 20 წელში არავინ არაფერი ცუდი ამისგან არ გაუგია. არის კეთილშობილესი ადამიანი. ძალიან დიდ ტყუილსაა აქ ადგილი. თეორიული შანსი არ არსებობს, რომ პაატას ეგეთი რამე გაეკეთება. პაატა გოგიძის შესახებ მისი შვილიც საუბრობს. მარიამი მამის დაკავების დღეს იხსენებს. როდესაც მისი დაბადების დღე იყო და მამას მისთვის დაბადების დღის ტორტი უნდა მიეტანა. 25 სექტემბერს დაიჭირეს. 26 ჩემი დაბადების დღე უნდა ყოფილიყო. ისეთი შევხვდი დაბადების დღეს, რომ მამა ჩემს გვერდით არ იყო და დაარეკინა ადვოკატს, რომ ჩემ გოგოს დაბადების დღე აქ და მიულოცეთო და ეგ იყო და ეგ. პაატა გოგიძე ტრაფიკინგის ბრალდებით მას შემდეგ დააკავეს, რაც მისმა დამხმარემ ილია შაშიაშვილმა უჩივლა. მათი ურთიერთობა დაჭერამდე რამდენიმე თვით ადრე დაიწყო. ბრალდებულისა და სადავო მსხვერპლის გაცნობის დეტალებს პაატას მეუღლე ასიდა თამარაშვილი გვიყვება. ქალი ამბობს, რომ მისმა ქმარმა ილია შაშიაშვილი ჯერ ნავთლუღის ბაზარში, შემდეგ კი თამარაშვილის ქუჩაზე შეამჩნია, სადაც ის მოწყალებას ითხოვდა. დაკავებულის ოჯახი ამბობს, რომ პაატამ კეთილი საქმე გააკეთა. მოწყალების მთხოვნელი ახალგაზრდა კაცი საკუთარ მაღაზიაში დაასაქმა. გვერდში ედგა ძალიან, როგორც თვითონ ამბობდა და ძალიან სხვათა შორის პაატას ძალიან უყვარდა, რა ვიცი, პატივსცემდა და პატრონობდა. პაატა გოგიძე დასაქმებულს ხილის დახლზე დალაგებასა და გამოტანის სანაცვლოდ დღიურად დაახლოებით 30-40 ლარს უხდიდა. როგორც წყნეთის ქუჩის მაცხოვრებლები ამბობენ, მაღაზიის მფლობელი ილია შაშიაშვილს საკვებითაც უზრუნველყოფდა, რასაც ახლა უკვე დაზარალებული სტატუსის მქონე შაშიაშვილიც ადასტურებს. ჩემი მოვალეობა იყო ყოველ დილით ხილბოსტნის გამოტანა და დახზე დაწყობა, რაშიც პაატა მაძლევდა 30-40 ლარს. მას შემდეგ რაც მორჩებოდი მასთან მუშაობას, მერე მივდიოდი და მუშაობდი მოწყალების შეგროვებაზე. თავდაპირველად პაატა კარგად მეკცეოდა ხსენებულ თანხას, მიხდიდა ყოველდღიურად და ამასთან სახლისთვისაც მატანდა ხან ხილს და ხანაც ბოსტნეულს. მოგვიანებით კი მან ჩემთან დამოკიდებულება შეცვალა, კერძოდ ჩემს მიმართ გახდა აგრესიული და დამიწყო გაკონტროლება ჩემს კუთვნილ თანხას, რასაც მასთან გამოვიმუშავებდი. ის მიხდიდა კვირაში ერთხელ, მაქსიმუმ ორჯერ. ვის ეკუთვნება სასამართლო? ერთ შეურაცხად ადამიანს? როგორ გაგვიწირა ესეთ საპარელი ადამიანი? კაცი რომელიც შეურაცხადია, ის მოყავთ, ასე ვთქვათ, ბრალდებლად? ჩვენ ხო უყურებთ როგორ ედგა გვერდზე. და ვისაც შევაცვი იმან გამხადაო, ზუსტად აი ამ სიტუაციას შეესაბამება ეს. აჭმევდა, აცმევდა, პატრონობდა. როგორც ჩანს ეს ადამიანი შეურაცხადია. ან ვინმეს ზეწოლის გამო მოხდა ეს ყველაფერი. აი, აფერისტი ხო ფული აიღო, ალბათ ვიღაცა მიცა ფული. ლოთი. ჩნდება კითხვა, რატომ უჩივლა ილია შაშიაშვილმა და რა იყო მთავარი მიზეზი. ფაქტია, რომ მუშაობის დაწყების მიუხედავად, მას მოწყალების თხოვნა თამარაშვილის ქუჩაზე არ შეუწყვიტავს. მას შემდეგ, რაც ხილს დახლზე დააწყობდა, ილია შაშიაშვილი მოწყალების სათხოვნელად კვლავ ქუჩაში გადიოდა. როგორც ასიდა თამარაშვილი ამბობს, ის შუქნიშანზე იდგა ჯოხით ხელში, იმის მიუხედავად, რომ ფიზიკურად ჯანმრთელი იყო. პაატა გოგიძის მეუღლის ვარაუდით, ილია სამართალდამცველებმა ზუსტად იმ დროს შეამჩნიეს, როდესაც თამარაშვილის ქუჩიდან პაატასთან მაღაზიაში წყნეთის ქუჩაზე ბრუნდებოდა.
მოწყალებას ითხოვდა, მე გადადიოდა პაატასთან, ალბათ ვინმე რომელიღაც პატრულმა დააფიქსირა და მოწყალების ფულს რო იღებდა, ყველასთან ახურდავებდა, ანუ ქაღალდის ფულს ართმევდა და აგროვებდა. მაგ პერიოდში მეც მაღაზიაში მუშაობდი და იქაც მოდიოდა ხურდები მოქონდა, რომ ქაღალდის ფული მიმეცა და უხურდავებდი, რა თქმა უნდა. ძალიან მოწყვლადი ადამიანი. ჩემი აზრით, ყვირილით რომ რაღაც უთხრათ, ჩვეულებრივად გაიმეორებს ის ამ ყველაფერს. შესაძლოა კონდეს მას ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემებიც. ამიტომ მისი დარწმუნება რაღაცაში ჩემი აზრით არის ძალიან მარტო. გამოძიების მასალების მიხედვით, ნოდარ იგივე პაატა გოგიძე, ქალაქ თბილისის თამარაშვილის ქუჩისა და ეგრეთ წოდებული ახალი გზის კვეთაზე, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის გამოყენებით ილია შაშიაშვილს აიძულებდა შუქნიშანზე გაჩერებული ავტომობილების მძღოლებისგან მოწყალება ეთხოვა, რომელსაც პაატა გოგიძე პირადი შეხედულებებისამებრ ისაკუთრებდა და განკარგავდა. ასევე საქმის მასალებში წერია, რომ იმ შემთხვევაში თუ ილია პაატასთან მინიმუმ 30 ლარს არ მიიტანდა, პაატა გოგიძე მას ფიზიკურად უსწორდებოდა. საქმის უკეთ გამოსაძიებლად სადავო მსხვერპლის ილია შაშიაშვილის საცხოვრებელ ადგილას გარდაბნის რაიონში წავედით. გვინდოდა მისთვის დაგვესვა კითხვები, თუ რა მოხდა რეალურად მასსა და პაატა გოგიძეს შორის და ხომ არ იყო ვინმეს ინტერესი მათი დაპირისპირება, ან გოგიძის ამ მძიმე ბრალდებით დაკავება. ადგილზე საქმის დაზარალებულის და სოფიო შაშიაშვილი დაგვხვდა. მაგას არასრულ ფაზოვანი აზროვნება აქვს და ვინც რაღაცა კაპიკს აჩუქებს იმის იმაზე დადის. ვიზე საუბრობთ ამას? ჩემ ძმაზე ვსაუბრობ. მაგ კაცის ნდობა საერთოდ არ შეიძლება. იმიტომ რომ არაადეკვატურია. რატო გაწირა ეს კაცი ასე, აჭმევდა, ასმევდა, თანყვებოდა. ვის შეეკრა და რანაირად შეეკრა არ ვიცი. შეიძლება და ვინმეს ზეგავლენით ეჩივლა? კი, იმიტომ რომ ნასვამს სულ მის 24 საათი მთვრალია და როდის იყო ნასვამს და ცოტა დარტყმულ ადამიანს რომ ვინმე უჯერებდა. რატომ წავიდე ახლა ცხარში? სხვა გზა არა, აქ არსად და ედგომება. აქ ვინ ამუშავებს? იქ ვერ მივა, სადაც იყო. ეგეთ ადამიანს შეიძლება ნდობა? ოჯახი და ღუპა. ილია შაშიაშვილის დის მსგავსად საქმეში პოლიციის ინტერესს ბრალდებულის ადვოკატიც ხედავს. ანზორ გურული პროკურატურის მიერ საქმეში დართულ სატელეფონო ჩანაწერებზეც საუბრობს და ამბობს, რომ აუდიო ჩანაწერებში არ არის იმის მტკიცებულება, რომ პაატა გოგიძე ილია შაშიაშვილის ტრაფიკინგს ეწეოდა. მოგეხსენებათ, რომ ეს სატელეფონო საუბრები არის წერილობითი ფორმით. თუმცა ერთია, როგორ შთაბეჭდილება გქება, როდესაც წერილობით კითხულობ და მეორეა, რა შთაბეჭდილება გექნება, როდესაც უშუალოდ ყურთან ყველაფერს ისმენ და აგქვავ. ჩვენი პოზიციით ეს საუბარი არის ჩვეულებრივად ძმაკაცებს შორის შემდგარი საუბარი. სადაც არანაირი დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება. ჩვენებაში არის ილიას დედის ნინო შაშიაშვილის ორი დაკითხვის ოქმი. პირველი, რომელიც 10 სექტემბრით და მეორე, რომელიც 2 ნოემბრით თარიღდება. პირველ ჩვენებაში დაზარალებულის დედა ამბობს: ილია ყოველთვის იყო ძალიან დაღლილი და სულ იმას ამბობდა, რომ ვირივით უწევდა მუშაობა, თუმცა პაატა მას ფულს არ უხდიდა და მხოლოდ პროდუქტებს თუ გადმოუყრიდა სახლში წასაღებად. ამის გამო ილიას ფული არასდროს არ ჰქონია, მე სულ ვეუბნებოდი, წამოსულიყო პაატასგან და სხვა სამსახური ეშოვა, თუმცა ილია ამბობდა, რომ არ შეეძლო პაატასგან წამო. 2025 წლის 10 სექტემბერს დილის საათებში ვიმყოფებოდი სახლში შვილთან, ილია შაშიაშვილთან ერთად. საქმიანობდი ეზოში, რა დროსაც ჩვენთან სახლში მოვიდა, უფრო მოვარდა ნოდარი პაატა გოგიძე. როგორც კი დაინახა, ილია ბოლო ხმაზე დაუწყო ყვირილი და გინება, თუ რატომ არ პასუხობდა მის ზარებს და რატომ არ მივიდა მასთან სამუშაოდ. ილია ეუბნებოდა, რომ არ სურდა მასთან მუშაობა. ამაზე უფრო მძაფრი რეაქცია ჰქონდა პაატას. მან ხელი მოუქნია ჩემს შვილს, მაგრამ ილიამ აიცილა მის მიერ მოქნეული ხელი, როდესაც უკვე ხედავდი, რომ იძაბებოდა სიტუაცია, ავიღე დანა და პაატას უთხარი, რომ თუ არ შეწყვეტდა ჩემი შვილის მიმართ სიტყვიერ შეურაცხყოფას, ვიმოქმედებდი შესაბამისად. ამის შემდეგ პაატამ ილია წაიყვანა ჯიკავით და მანქანაში ჩასვა. რამდენიმე ხანში ილია მობრუნდა აღელვებული და მითხრა, რომ პაატას ის ძალით მიყავდა გორში, რათა მიკროავტობუსი დაეტვირთა პროდუქციით. თან გზაში ეჩხუბებოდა, რადგან ილია ეუბნებოდა, რომ არ სურდა მასთან წასვლა და მუშაობა. ნინო შაშიაშვილმა მეორე ჩვენების დროს, რომელიც 2 ნოემბრით თარიღდება, ეს ფაქტი და კიდევ სხვა გარემოებები რადიკალურად შეცვალა.
სექტემბრის დასაწყისში ზუსტად რიცხვი არ მახსოვს, დილის საათებში ჩვენ სახლში მოვიდა პაატა. მე ვიყავი ეზოში. ხედავდი პაატა შევიდა სახლში, სადაც იყო ილია. პაატა სახლში იყო 25-30 წუთის განმავლობაში. ამ დროს მე სახლში არ შევსულ ვარ და მათ საუბარს არ შევსწრები ვარ. სახლში იყო სიწყნარე, რაიმე უცნაური ან ზედმეტი არ გამიგია. მე ეზოდან დავინახე, როგორ გამოვიდა პაატა სახლიდან. პაატა ჩაჯდა ავტომობილში და წავიდა. ილია დარჩა სახლში და მთელი დღე სახლში იყო. რატომ შეცვალა ქალმა, რომელიც უკვე გარდაცვლილია საკუთარი ჩვენება? ეს ილიას დამ, სოფიო შაშიაშვილმა განგვიმარტა. ცემა ჩემმა ძმამ დედაჩემი და აღელვების ნიადაგზე წაიყვანა ძალად და ხელი მოაწერინა და მე 8-ზე მოვიდა და წავიდა და უთხრა რომ ილიას ბრალია ყველაფერი, რომ ის კაცი ეხმარებოდა. ეხლა დედაჩემი აღარ არის გარდაცვლილია სამწუხაროდ. მაგის კაცობა აქ არავის არ უნახია. თუ რამე არის, რავი, ჩამშვებიო და ეს სახელი ქონდა მაგას თორე მაგას კაი სახელი აქ არ ქონია შვილოდა რა ვქნა რა ვიცი საწყალი ნინოს თქმით ვიცი რომ შეშა მოგვიტანაო საჭმელის მოაქო გადმოცემით ვიცი რა რომ მართლა კაი კაცი იყო და უყურებდა აი ეგ ვიცი რომ სულაქებდა ნინო ამ პატას ხო ნოდარ იგივე პაატა გოგიძე უკვე 9 თვეა უმძიმესი ბრალდებით პატიმრობაშია სასამართლო განხილვა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს რა გარემოების გამო მიიჩნია გამოძება რომ ეს იყო ტრაფიკინგის ხო გითხარით პროცესი დახურულია საქმის დეტალებზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ იმიტომ რომ დახურული პროცესი იმას ნიშნავს რომ მხოლოდ მხარეთა მონაწილეობით მიმდინარეობს აქედან გამომდინარე ძალიან მალე დასრულდება არსებითი განხილვები და თქვენ გექნებათ შესაძლებლობა მოისმინოთ საბოლოო კომენტარი ამ საქმეზე გარდა იმისა რომ თქვა ხდომა დახურული და ის გეტყვით საქმის მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძეა მის სახელს უკავშირდება 4 ოქტომბრის და სინდისის პატიმრების საქმეების განხილვა. რაბედიელის პაატა გოგიძეს და რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო სადავო ტრაფიკინგის საქმეზე. ამას უახლოეს პერიოდში გავიგებთ.